ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, გადაცემის ამ ბლოკში საუბარს ვიწყებთ ნინო კალანდაძესთან, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორია ჩვენთან ხაზზე. მე მას მივესალმები, მადლობა ქალბატონ ნინო გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მინდა გკითხოთ ქართულ ოცნებასა და შტატებს შორის ურთიერთობაზე, ამ ურთიერთობას კომუნიკაციას ჩანს რომ ცდილობს ოცნება. ლევან დავითაშვილი ვაშინგტონშია და დღეს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში მას ჰქონდა შეხვედრა, მანამდე იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან ასეთი აუდიენცია. ბუნებრივია აქ ჩანს რომ ოცნებაც ასევე ლეგიტიმაციის მოპოვების რეჟიმშია. თქვენ რა რესურსს ხედავთ ამის? მოგესალმებით, ეს არამხოლოდ მცდელობაა, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნებას თუ რამე ადარდებს დღეს განსაკუთრებით, ეს არის ის, რომ მათ არ აქვს საერთაშორისო აღიარება, მათ არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მათ არ ადარდებთ რა ხდება ქუჩებში, მათ არ ადარდებთ რა ხდება ქართულ საზოგადოებაში, მათ არ ადარდებთ თუ რა ბრძოლა მიდის დღეს ქართველი ხალხის მიერ რეჟიმის წინააღმდეგ, რაც მათ ადარდებთ, არის ძალაუფლების ყველა გზით შენარჩუნება. იმისთვის, რომ მათ ძალაუფლება შეინარჩუნონ და შეძლონ ფუნქციონირება რაღაც ეტაპზე, თუნდაც კრიზისულ ვითარებაში, არის ამისთვის მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ საერთაშორისო ლეგიტიმაცია და საერთაშორისო ლეგიტიმაციაში არ მოიაზრებიან ის ქვეყნები, რომლებთანაც მაკაბოჭორიშვილის ფოტოებს ავრცელებენ კვირა გამოშვებით ავტორიტარულ რეჟიმებთან, იმ რეჟიმებთან, რომლებთანაც ისედაც დემოკრატიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მათ სჭირდებათ ცივილიზებული სამყაროს აღიარება და ლეგიტიმაცია. სწორედ ამიტომ ვრცელდება მათ შორის დღეს ვნახეთ ის რაღაც აბსურდული კადრები თითქოს პაველაშვილს რაღაც ტრამპთან მისალმების მცდელობა ქონია. ანუ ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილები, რომლებსაც ისინი ავრცელებენ, ამონტაჟებენ, საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, იმიტომ რომ მათ ალბათ არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ ალტერნატიული და რეალური კადრები იხილონ და ამით ცდილობენ რაღაცნაირად წყალზე შეინარჩუნონ თავი, ვიდრე მოახერხებენ დასავლეთთან რაღაც ტიპის კომუნიკაციას. ჩანს ყაველაშვილის და ტრამპის ეს კადრი არ არის მეტად გავრცელებული, ჩანს მათი გასაუბრების მცდელობა თუ გასაუბრება, არ ვიცი. თუმცა ჩანს რომ ეს შეხვედრაც კი, საუბარიც კი არის მნიშვნელოვანი. და ჩანს რომ ეს არ არის რაღაცნაირად ან პროტოკოლარული წესით, ან რაიმე ტიპის ორ სახელმწიფოს შორის რაღაც ტიპის სალამი, არამედ ეს არის უბრალოდ რაღაც კადრი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია ცდილობს რომ შემოგვასაღოს თითქოს რამე ტიპის აღიარებას პოვებს საქართველოსთან რომელიმე წარმომადგენელი. ეხლა დავითაშვილის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც შეეხება, ვისაც ჩაესვლება ყველა რაღაცნაირად ცდილობს რომ ჩავიდეს და ვინც გაუღიმებს და ვინც შეხვდება მათ, ყველას ესალმებიან და მე ამას რაღაც დიდ ამბად გვასაღებენ, სწორედ იმიტომ რომ მათ ძალიან პირველ რიგში მათ ძალიან წვავეთ უდგათ ლეგიტიმაციის საკითხი და მეორე მათ ეს ტკივათ, ეს არ არის ისე როგორც თქვა კალაძე გვიცხადებდა რომ თუ არ შეხვდებიან მე რა და თუ არ გვექნება მათთან ურთიერთობა მე რა ჩვენ მათ გარეშე შეგვიძლია არსებობა, ეს ასე არ არის და ჩანს რომ არ არის, იმიტომ რომ ეს არის მათთვის ძალიან მტკივნეული საკითხი. ეხლა რა რესურსი არსებობს დასავლეთთან მათი ურთიერთობების აღდგენის, დასავლეთი ამ შემთხვევაში გაყოფილია იმ ფორმით არ მოვიაზრებთ, როგორც ეს იყო ტრამპამდე რეალობაში, ევროკავშირთან მათი ურთიერთობების აღდგენის რესურსი და ევროპის დედაქალაქებთან მათი კომუნიკაციის აღდგენის რესურსი პრაქტიკულად არ არსებობს. ევროკავშირს თვითონ აქვს გადაწყვეტილებები მიღებული და ის ფაქტები შექმნილი, რომლის რა ვიცი, არასწორი სიტყვა ალბათ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმ რეალობიდან გამომდინარე, თავადვე მოუწევს, რომ ამ შედეგებს დაექვემდებაროს და არაღიარებული, არალეგიტიმურ რეჟიმთან ისინი საქმიან ურთიერთობას ვერ წარმართავენ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შეხვედრებზე თუნდაც მათ შორის ამერიკულ მხარესთან მოთხოვნა ქართულ ოცნებასთან დაყენებული იქნება ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება, ანუ ამ მოთხოვნების ირგვლივ იქნება საუბარი. ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ამოვიდეთ იქიდან, რომ ვაშინგტონს სტრატეგიული ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებით. სტრატეგიული ინტერესი აქვს დედაქალაქთან ურთიერთობის მიმართებით, იმიტომ რომ მას აინტერესებს დერეფნის უსაფრთხოების საკითხი, შუა კორიდორის ვაჭრობის საკითხი
ჩინეთის ინტერესების გაძლიერების საკითხი საქართველოში და უსაფრთხო მიმოსვლა და ვაჭრობა. ეს არის სტრატეგიული ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ამიტომ ისინი თავის პოზიციებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეხლა ვიღაცები ფიქრობენ, რომ რაღაც ლოიალური პოზიციებით გამოირჩევა ვლადიმერ პუტინის მიმართ, ეს რაიმე ფორმით ავტომატურად ქართული ოცნების მადლზეც აისახება, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ საქართველოსთან მიმართებით და რეგიონთან მიმართებით ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან გამოკვეთილი კონკრეტული სტრატეგიული ინტერესები გააჩნიათ, სადაც მათ ჭირდებათ ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელთანაც ისინი დიალოგს შეძლებენ. ამიტომ რასაკვირველია, მათ ექნებათ თავისი მოთხოვნები, მათ ექნებათ კონკრეტული მოთხოვნები დერეფანთან მიმართებით, მათ ექნებათ კონკრეტული მოთხოვნები ჩინეთის ინტერესების შესუსტებასთან მიმართებით და რაღაც აღმოსავლური ბაზრით დასავლურის ჩანაცვლებასთან მიმართებით, ამიტომ მათ ექნებათ აუცილებლად თავისი ძალიან მკაცრი შეფასება და ასევე ჩვენ ყველაფერი მოწმობს იმას, რომ არჩევნების შედეგების აღიარება არსებული ადმინისტრაციის მიერ დღის მდგომარეობით არ მომხდარა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ოფიციალური საფუძველი ივანიშვილის რეჟიმთან ჩვეულებრივი კომუნიკაციის არ აქვთ და ამ საფუძველს თავადვე არ ქმნიან, იმიტომ რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს ამ მდგომარეობით და ისინი არ აღიარებენ იმ წარმომადგენლობას, რომლებიც იქ ჩადიან. ამას მოწმობს მათ შორის დიპლომატიური ფორმატიც, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ შესაბამისი დონის პირები არ ხვდებიან იმ პირებს, რომლებიც აქედან ახერხებენ რაღაც ფორმით ჩასვლას, იმიტომ რომ მათ შეძლეს სანქციებს თავი აარიდონ ამ ეტაპისთვის. ანუ ეს ურთიერთობა არის გართულებული და გართულებულია და თუ მიმდინარეობს ამ ეტაპისთვის ასე ჩანს, მხოლოდ სამხრივად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესიდან გამომდინარე და არა ივანიშვილის რეჟიმის ინტერესიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ესენი ყველანაირად ცდილობენ რაღაცნაირად ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგებას, იმისთვის რომ მათ ძალაუფლება გამოივაჭრონ, არა იმიტომ რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძველ მდგომარეობას და იმ კარგ ურთიერთობებს, რომელიც მას ჰქონდა, არამედ ივანიშვილის ამოცანაა წარგზავნოს რაც შეიძლება მეტი ხალხი, ვისაც იქ ჩაესვლება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რათა მან შეძლოს თავისი ძალაუფლების შენარჩუნება, თავისი კორუფციული, კრიმინალური, ოლიგარქიული სისტემის შენარჩუნება იმისთვის, რომ ისინი დარჩნენ ხელისუფლებაში. ეს არ არის ვაშინგტონის ინტერესი საქართველოში, ამიტომ აქედან შეგვიძლია თამამად ამოვიდეთ იქიდან, რომ აუცილებლად ვისაც და რა დონეზეც ხვდებიან, აუცილებლად ეს შეხვედრები იქნება ძალიან კრიტიკული და მწვავე შენიშვნებს მიიღებენ და ასევე მოთხოვნებს. მადლობა ქალბატონ ნინო.